ლეიბორისტული პარტია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიმართავს და მათი მოქალაქის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ფინანსური საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ლეიბორისტები საქართველოში შტატების საელჩოს სპეციალურ წერილს უგზავნიან, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი რუხაძემ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხელში ჩაიგდო ტელეკომპანიები იმედი და მაესტრო, სანაცვლოდ კი ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ლეიბორისტები შიშობენ, რომ ამით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის დასაკუთრებას ცდილობს. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად კი მაესტროდან გადაცემა ბიზნეს კონტაქტის ავტორის და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გათავისუფლება მოჰყავთ. განცხადების პასუხად კონტაქტი ირაკლი რუხაძეს დაუკავშირდა, მას სატელეფონო ზარებისა და გზავნილებისთვის ჯერ არ უპასუხია. ტელეკომპანია მაესტროსა და იმედს. მედია ცენზორმა. ავარმა მედია მაფიოზმა და ცენზორმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანიები იმედი და მაესტრო ლანგრით მიართვა ოლიგარქ ივანიშვილს, რის გამოც ამ არხებზე დაიხურა რეიტინგული თოქ-შოუები და გაძევებული იქნენ მიუკერძოებელი ჟურნალისტები. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც გუშინდელი დღე, როდესაც ისაკაძე ყოველგვარი мотиваციის გარეშე გააძევეს ტელეკომპანია მაესტროდან. ეს ბუნებრივია გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს არის შედეგი ორი ოლიგარქიული ოჯახის მზაკრული გარიგებისა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.